არა დედა, არა მამა, არა ფერჩა კისერზეა ყველაფერი. თუ რამე გავედიან სამუშაოდ მეზობელს სამე ექნება დასალაგებელი 20-30 ლარი გავდივარ ბაზარში ყიდულობ მომაქვს სურსათი. გასხურა გაქვს? არა. როგორ ამზადებთ? აი მეზობელთან გადამაქ. და გამომაქ ისევე მე გაკეთებული საჭმელი. რა ვქნა? ძალიან მერიდებ ახლა საჭმელი უნდა გავაკეთო, მაგრამ ვერ გადავდივარ, ვერ გადავალ. მოხუცი კოჭრი დედა თავად ძლივს დადის და მზადაა თავისი მძიმედ დაავადებული შვილისთვის მოკვდეს. ესაბრალო ადამიანები საშინელ სიღატაკეში ცხოვრობენ. რთულია მათ საცხოვრებელ სახლი ეწოდოს, ქოხი ფანჯრებისა და კარების გარეშე, რომელიც ლპება, რომლის სახურავი სულ დახრეტილია ისევე როგორც ამ საბრალო ქალის გული. 38 წლის ვალერი ქეთევანის ერთადერთი ვაჟია. მან 5 მძიმე ოპერაცია გადაიტანა მას შემდეგ, რაც ტოტი დაეცა და თავის ტვინი დაუზიანდა. დედა ერთადერთი ახლობელი ადამიანია, ვინც მას დარჩა. მამა დიდი ხნის წინ გარდაეცვალა. ნათესავები არ ყავს. რა ბედიერის დედა თუ აღარ ეყოლება. ქეთევანმა ფეხი მოიტეხა და გადაადგილება უჭირს, მაგრამ საკუთარი ტკივილისთვის არ საღია. ცარიელი მჭადია დღესაც და ყოველდღიურად ერთადერთი საჭმელი მათ სახლში. სოციალური დახმარება 120 ლარი პურის აღიდლადაც კი არ ყოფნით. უპირველეს ყოვლისა ესაჭიროებათ მედიკამენტები, ასევე საკვები პროდუქტები, საწორები. ნებისმიერი ავეჯი და ტექნიკა სჭირდებათ. სახლში არც არიცხი მანქანა, არც მაცივარი, არც გასქურაა. რა თქმა უნდა, ავარიული სახლის შეკეთება და სახურავზე ხვრელების ამოვსება საჭირო. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.